მერტო რატო გავიმეტეს? ამაერი არა არ ქონიოსო. ყოველდღე ასე ჩავყოლით გავასწორებს დადეული კიდე. ჩვენ ეს გვინდა, აქაურობა გვინდოდა, აქ გვინდოდა. ეს საბჯენი მოიჭრეს და რა აფასებდნენ. სანამ არ დაამთავრეს ვირავებს ასასკედავდნენ ხოლმე არ გვადარებდა ხოლმე. აფეთქება რომ საიმა. ბზარი კი არა უკვე ახლა უბსკრულები არის. ყველაფერს აკეთებს ბიძაი. თუ რამე ფუნქცია შეიძლება ყველაფერს. დაბლაც მიდის. შეღმარჩილაც მიდის. Tieso. მე თუ შეგაჩერე. ხარაგაული 2025 წლის ზაფხული. სოფლები ხემაღალი და ღვერკი სტიქიის პირისპირ. მოსახლეობა დაბნეული და სასოწარკვეთილი. მოკლედ აქ ამბები დაიწყო მაისის ბოლოს რა, ივნისის დასაწყისი რა, ესე პატარ-პატარა ბზარებით რო არ გწოდნოდა, ესეთი ამბავი მიმდინარეობდა გვალვას დააბრალებდი რა, ისეთი პატარა ნაპრალებით დაიწყო და უკვე დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ეს სწრაფად გაიშალა, გაიზარდა, ჩავარდა მიწები და ნუ მოკლედ მე მიხვდით რომ რაღაც სხვასთან მქონდა საქმე. დანიშნულების პირველი ადგილი ხემაღალია. დანაპრალებულ სიცოცხლისათვის სახიფათო სოფელში ჯერ კიდევ რჩებიან მუდმივი მაცხოვრებლები. სოფელში ვართ უკვე და პირველი სახლი რომელსაც უკვე აივანი მოაძრო ამ მეწყერმა, ნახე? კი, ეს კი, დასახლებულები არიან, წავიდნენ უკვე დატოვეს. თავარმა ნაპრალმა სოფელი შუაზე გაწყვიტა. სტიქიის ზონაში აღარ იცხოვრება. სახლები ისეა დაზიანებული, ნებისმიერ დროს შეიძლება სრულად დაინგრეს. აქ უკვე პირდაპირ ეზოებზე გადაიფრთხილად ხენი აქნება, ჩამოდი. არ ჩამოინგრეს. აგერ კვინიკაძეების სახლი იყო, იქეთ გაჩიჩილაძეების, ყველგან იყვნენ მკვიდრი მაცხოვრებლები. ნე, ხა უკვე აღარავინ დაცალეს ყველაფერი, ახლა კი ნახეთ რა მდგომარეობაშიც არის. აუ, ეს რა მხელაძე არის. ეს საერთოდ არ იყო პატარა ბზარი იყო. ბზარი იყო და ხა არ ვიცი, ანუ ეს ჩამოვიდა, ამანა იწია, ხო, არ ვიცი. ჩაულებრივი სწორი გზა მოდიოდა და ადიოდა ისე აღბარცე როგორც ჩანს და როგორც ხა აქ არის. აი ხელა კლდე გაკეთებული, აი ისე არის იქაც. ორი კვირის წინ აი საერთოდ არაფერი არ ეთყობოდა აქ ბზარის გარდა. აი საერთოდ არ იყო, ჩამოირბენდი პირდაპირ. როგორც ზღაპრებში, სხვებით თუ წყლობით, ეს ნაპრალები დღეებით იზრდება. ეს ქვია უკვე თანახმოვარი ასენდიმიზმი. გაჩერებული ხოლმე დაძება. ყოველდღე ასე ჩავყოლით გავასწორებს დადეული კიდე. ნენელა მიდის, იქით მიდის. აქეთ კი არ მიდის. იქით მიდის. და გასახლება გასვლას არ აპირებ? გასახლება სადავალ ახლა მე სახლი არა მაგდა, კარი არა მაგდა, რა ვქნი. კი, მაგრამ სიტუაციის საფრთხე არ არის. ამის იქით მიძიეს თუ აქ ბოუზრეველია ბეტონად. მე 150 მეტრში ცხოვრობ ეგ. არა, მე გზა ხო უნდა მოვიდეს სანამ. და მე რა ასე გავაკეთებ გზას. გადაღმა ეს გადავალთ ეს. თავარ ნაპრალამდე გზად ჩარჩენილ ადგილობრივებს ხვდებით. ცენტრალურმა ნაპრალმა პირდაპირ მალხაზ კვინიკაძის კარმიდამოზე გაიარა. ვინა გახდა დღეში, მithველებდი მე. აბა, შველაგია და ბრა. ის ვიდა შველაი, კაიშვა შენივრად ბო. რომელი სახვი იყო? ეს ასე და მე როგორ შეღარ მიდი. ეზოში შეშევდი ამავა იმ შესვლას. ეს რაღაცასეულია ზო არ ვიცი. ყველაფერს აკეთებს ბიძაი. თუ რამე ფუნქცია შეიძლება ყველაფერი. დაბლაც მიდის. შეღმარჩილაც მიდის. თუ იქით შეგვერგის სოფელი შეიძლება. ჩემი თვალით უყურები. კაკალი იყო დაბლა. მეორე დღეს გადავიდე კაკალი ზეით იყო 4 მეტრით წამოღებული. გასფეხს. სახლი იყო გადახრილი დანგრევას და წამე იყო მეორე მხარეს გამოხატა. ყველა კუთხით მოწმობს. ყველა კუთხით. აგა წამე იგი დაგერო დგორო ჩვენ უკვე თითქოს აი ვაკი არის არაფერი არ მოხდა. სიამილეში ჩემი სახლი ახლა წესით.
მთლიანად რო წევიდა ტერიტორია არ ეტყობა რომ სახლი დგას იგივე ტერიტორიაზე თქვა წესი ჩემი სახლი სადაც იდგა 1-6 მეტრით წასული ქვე ამ ნაპრალის ზემოთ 9 ოჯახი რჩება და მათ განსახლებას არავინ აპირებს. მიუხედავად იმისა, ნაპრალს ქვემოთ რა მოხდება. გარესამყაროსთან დასაკავშირებლად კი ალტერნატიული გზის გაყვანა იგეგმება, რაც არსებულ ვითარებაში შესაძლოა დამატებითი საფრთხე აღმოჩნდეს. აგერა ხო ჩემი ხანაგის ხოროს გიოთკენ. რომები? გია დებგარი. გიასთან ხარ? ხო, გიასთან ამოვედი. ცლიდა გუშინ სახს მე. ახლა ცლიდა რაღაც ხარაბურებდა დამეყარდა წერილს. ინგას ვიდეო ნახე ტირო და ხალი მთელი ცხოვრების ნაწვალები ნაშრომია. მე თო რატო გაგვიმეტეს. გამოვკეტავთ კარებს და წავალთ. 52 წლის ინგა დევდარიანი უკვე 32 წელია ოჯახთან ერთად სოფელ ხემაღალში ცხოვრობს. სოფელში ჩვენი ყოფნის დროს ბოლო ნივთებს აგროვებდა. ნამდვილად ალყაში ვარ ჩვენ ჩემი სახლი ბოლო ის არის. ყველასი გაიხსნა ჩემი ისევე საღი სალამათია სახლი და მე ასეთი მსგავსი მიწის მოცურება და რამე არაფერი არ ყოფილა. ძალიან გვიჭირს ამ ადგილის დატოვება 32 წელიწადი რო აქ იქნები ძნელი ახლა აიბარგო წახვიდე საუნო წახვიდე დავშესაფარი არ გვაქვს 12 სული საქონელი მყავდა ვენახები გვაქვს ასეთი სოფლის მეურნეობას ვეწეოდით გავყიდე ეს ყველაფერი 12 წელს საქონელი ლარის პასად ყველაფერი დაჩქარებული პროცესი მიატო ყველაფერი შემდეგი გაჩერება ღვერკია. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზის დიდი ნაწილი მეწყერმა წაიღო. რამდენიმე ასეულ მეტრზე მთის ფერდი მთლიანად მოწყვეტილია და მდინარე ყარნებას ხეობაშია ჩატანილი. გზის ზოგიერთი მონაკვეთი, რაც ჯერ კიდევ დარჩა, დატეხილია და ფეხით გავლად სახიფათოა. ღვერკამდე მიღწევას სხვა გზით ვცდილობთ. მეწყერი ყველგანაა. ღვერკში უკვე გველოდება მარადი გელაშვილი. პირველად ბზარები გამოჩნდა 26 მაისს ხემაღალის ტერიტორიაზე. პირველი ივნის ჩვენ აქაურმა მოსახლეობამ სოფლის შემოსასვლელში გზაზე შევამჩნიეთ პირველი ბზარები. პირველი ბზარები, რომელიც მალევე რა, აი 10 დღეში უკვე ისე გაიზარდა, რომ უკვე ტერიტორიაზე გადაადგილება მივხვდით, რომ სახიფათო იყო. არასრულ 3 დღეში 2 დღე ნახევარში დაახლოებით 5-7 სანტიმეტრს იმატებდა. მე ეს ბზარები უკვე სახლებზეც გამოჩნდა ეზოებში. იმ ეზოზე, სადაც პირდაპირ გაიარა ნაპრალმა, სახლები მალევე დაანგრია და მალევე დაშალა. არის ადგილები, სადაც გვერდზე ჩაუარა, აი მაგალითად ჩემი სახლის შემთხვევაში, თუმცა მე ამოვიდა განშტოებები და უკვე სამა განშტოებამ პატარა ბზარის სახით მთლიანად სახლზე გაიარა. მე გაიზარდა და ეხლა კინახავთ, ხედავთ სახლი რამ მდგომარეობაში. ხემაღალის მსგავსად ადგილობრივი მცხოვრებლები ჯერ კიდევ რჩებიან ღვერკშიც. ზოგიერთ სახლს დაქირავებული მუშები შლიან, რომ მეპატრონეებმა მასალა გამოიყენონ. უბნებში აქაც მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. არადა ღვერკელებს გზის მოსწორება დროებით მაინც სჭირდებათ, რომ გადარჩენილი ნივთები გაიტანონ. ზარ არის გაწმენდილი, რომ ხალხმა რაღაცა სახელმწიფო უბრალოდ რაღაცა რო კაცმა იყოს, რატო უნდა გააფუჭებიო ბოლომდე ყველაფერი. განცხადება რამდენი ხანია გადაგზავნილი მაგ, იცი? სახლის დაშლას ვითხოვ. იკითხეს მაინც ამას ისე ვერ გაწმინდა, ოღონდ მანქანა ვერ გადავალ. ტრაქტორისტი იძახის, რომ საბურავი არ მაქვს მეტი ვერ გადავალო. გზიდან თუ ვერ გადადის, ეგეთი ტრაქტორი რა თქმინდა. მაგისთან ტრაქტორი გჭირდება სტადიონზე. არც ეკალია იქ, არც ხიარი, აბა ი არის რამდენი წინდა. აქ იდგა მარანი. აი ეს ბოძის სადაც არის. ხო. მარანზე გაიარა პირდაპირ. ქვეშ. ხო. აი აქ კიდე. ათია მარანი გადაიტანა აქ. კარები აქ იყო შესაძლებელი. და მარნის კარები იქ იყო. და აპტიე დანგრადებით იმასთან გავასწორე. მე ზე ისე იყო, მე ხო ისე იყო, მე წინ წამეიყო, მე ბოლო. მუხის ფიცარია ხოლ მოსულზე გავაფუძებ და აპტიე დავანგრე დავალ. ეს ყველაფერი ხარჯები აბა. სურებს მოუყარა თავი ყველას, ერთად ეგერ მიიტანა ყველა. 1 2 3 4 5 ტური ახლა იქნება მოგროვილი ერთ. 62 წლის რომან ხარატიშვილის სახლი დაბზარულია, თუმცა მსუბუქად. ხემაღალიდან წამოსულმა ნაპრალმა მეზობლის
თინიკო ხარატიშვილის სახლზე გაიარა და ის სრულად დაანგრია. ღვერკი ლაშეს დამაკავშირებელი გზის დამეწყრილი ადგილისკენ ვითარება სულ უფრო მძიმდება. ამის იქით მოსახლეობა ცხოვრობს, დაახლოებით 7-8 ოჯახი. და სარგებლობენ ამ გზით, მაგრამ რაღაც სარგებლობენ. აქ ერთი თვენახევრის წინ არაფერი არ იყო. პირველი ბზარი ზევიდან თავი ბზარი რო წამოვიდა და ეს ორი სახლი რო დაანგრია, ნელ-ნელა გაჩნდა აქ და აი ამ მდგომარეობაში ჩააგდო აქაურობა. მეწყრული პროცესებით ღვერკი ხემაღალთან შედარებით უფრო მეტადაა დაზარალებული. დანგრეული ან დანგრევის პირას მისული სახლებიც უფრო ბევრია. ეს იყო მარტო სოფელი არ იყო ჩვენთვის. არ იყო მარტო ზაფხულის და რაღაცა დასასვენ ჩვენ არ დაგვისვენია, მუშაობდით მივდიოდით და სიბერეს აკვაპირები გატარება. სიმწრის ფასათვად აქამდე მოსული. ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცას კი არ დაგვეხმარებიან. რაც საჭიროა, იმას გაგვიკეთებენ და თუ არა და მე მართლა არ არის თლად ჩალით დახურული ქვეყანა. დავდგებით ყველა ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაღაცა მივიღოთ. ბევრი პირობა აქვს. რამაც გამოიწვია, თვითონაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი, პატარა თავისთავად თავისი კანონი აქვს თაგორს. ყველაფერი რაღაცა, მაგრამ მიხმარებული როა და ადამიანის ხელი რო ურევია და ახლა კი არა, რომელ წოდზე ვზივართ, იმ წოდს ჩვენ რო ვიჭრით, დიდი ხანია. ფაქტი სახეზია. ვაშენებ და ვანგრებ. ან ვანგრებ და ვაშენებ. ყველაფერი კარგად იცის, დაკონკრეტება არა საჭირო. არ ვკითხულობ ვინ რა გააკეთა. ვინც გააკეთა, ყველა ერთად უნდა შეერთდეს და უნდა ჩვენ დაგვეხმაროთ. მაგრამ შენ გონია ბოლომდე დაგვეხმარებია? შეძლებ? ჩვენ ეს გვინდა, აქაურობა გვინდოდა, აქ გვინდოდა. რკინიგზა გადის ეს და წინ სოფლის წინთან რაც არის ესე ფერდი რო ჩადის, იმის ძირში გადის რკინიგზა. აქეთ ამ მხარეს არის 2 ადგილას ჩამოჭრა და ერთი გვირაბი გაკეთებული აი ამ ფერს. აქეთ მარჯვენა მხარეს კი. ეს მდინარე ეხლა მდინარე ყარნება ჩადის რაღაც 800-900 მეტრში, გაივლის რკინიგზის ხიდის ქვეშ და უერთდება მდინარე ჩხერიმელას. რკინიგზის მონაკვეთს ასწორებდნენ ჩქაროსნულს რო გაევლია. იყო ორგანთის ჩამოჭრის საჭიროება. წესით უნდა ჩამოიღოთ ეს ყველაფერი ტრაქტორების და მძიმე ტექნიკის საშუალებით, მაგრამ რატომღაც ეგრე გადაწყვიტეს, რომ აფეთქებები ჩინელები მუშაობდნენ. ეს ჩინელები მანამდე 1 წლით ადრე 2019-ში მუშაობდნენ ნუნისი ზვარეს მხარეს და იქ ერთი მთა გაიქცათ საერთოდ რა რაღაცა დარღვევით გაკეთდა, მთა გაიქცა და მე ქაური ამბავი იმიტომ არ გახმაურდა, რომ მოსახლეობას არ შექმნია საფრთხე, მთა წამოვიდა მთლიანად და ამ მოსახლეობას მაცხოვრებლებს და სოფლებს ალტერნატიული გზა მისცეს და ეს ამბავი არც გაჟღერებულად. აქეთ მაგის საშიშროება არც ჩანდა თითქოს და ეხლა აფეთქებების დროს ვიცით რომ რამდენიმე სახლში შუშები ჩაიმსხვრა. აქ ხმაური ისმოდა. იყო ხოლმე ისეთი ბიძგებიც რომ შუშა ბანს რო ეძახიან, ჭურჭელი რო ალაგია და რაღაცა შუშები რო არის, ზანზარი ქონდა რაღაც თავისებული რა, როცა აფეთქებდნენ მაშინ. იმ ტერიტორიიდან ეს ადგილი მე მაგ გაზომილ რუქაზე პირდაპირ რაღაც კილომეტრი და 100-ია, კილომეტრი და 100 პირდაპირ მანძილს გულისხმობს რა. ეხლა ჩვენ მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის მეც გონია რომ ეს არის რკინიგზის მშენებლობის შედეგი. სადაც იყო აფეთქებები, ყველას ესმოდა აქ, შუშები ზანზარებდა ზოგგან. ყველა ვაბრალებთ ამას. თითქმის რა, ეხლა ზოგი იტყვის საჯაროდ, ზოგი ვერ იტყვის. ანუ ხმამაღლა ისმოდა გაიგებდი რა, ზოგი ვინც ცოტა უფრო ახლოს არის რკინიგზისგან, უფრო გაიგებდა. სანამ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნუ აფეთქებდნენ. არ ვიცი ეხლა მაგათთან როგორ არის. მზეზეა დამოკიდებული რომ მზე უნდა იყოს და ისე აფეთქონ, თუ ისე უნდა იყოს. ტრაქტორებითაც მუშაობდნენ და მე მგონი ტრაქტორებით რო ვეღარ იმუშავეს, მოდი პირდაპირ ეს ოვიშოროთ და ამოაფეთქეს. ადგილობრივი მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ თბილისი-ბათუმი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან მომდევნო პერიოდში ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებში ხანგრძლივად ესმოდათ. ხმა რა ვარისმოდა.
ხშირად? ბევრი ხნის განმავლობაში? სანამ არ დაამთავრეს გვირაბები ახლოში რომელიც იყო აქ როკეთება ძირულიდან მაგარი ხმები ამოდია. რა დაშორებაზე ცხოვრობ მაგასთან? ძირულიდან ვარ 3 კილომეტრში. 3 კილომეტრში ხმა გესმოდა. სასწაულად. გზასაც კეტავდნენ ხოლმე, არ გვადარებდნენ ხოლმე. იყო ხმები იყო. აღარ თქვა არ იყო და. ხმები იქიდან კი ბიძგები იყო. ხმასთან ერთად ფიზიკურადაც იგრძნობოდა? ბიძგები იყო. აფეთქების ზოგჯერ ისეთი ხმები იყო. იტყოდი რომ ნეტა რა ხდება მეზობებს სოფელში. ყველაფერი კარგად იცის ჩემო ძმა. რა ხდება და რა მოხდა? ჩემი აზრია, აქეთ პერევალი, აქეთ ინიგზა, აფეთქება. ამას ყველაფერს უნდა ცოდნა, ამას ყველაფერს უნდა აზრი გონება, აქ არის რაღაცა დარღვეული და გამიჩნდეს ყველაფერი. მთის ამბებმა ხემაღალსა და ღვერკში მცხოვრებ კიდევ 20-მდე პირთან გადაამოწმა რა სიხშირით ესმოდათ აფეთქებების ხმა. ხელში ორჯერ დაახლოებით მაინც. აფეთქების ყველა ესმოდა, რა გესმოდა? ეს სახლის ჭრიალის ხმა ისმოდა. რუკაზე გავზომეთ მანძილიც მათი სახლებიდან რკინიგზამდე, ახალგაჭრილ გვირაბამდე და მოჭრილ მთამდე. ექსპერიმენტის შედეგად გამოვარკვიეთ, რომ ვინც რკინიგზიდან 2 კილომეტრში ცხოვრობდა, მათ აფეთქებების ხმაც ესმოდათ და ვიბრაციასაც გრძნობდნენ. ვისი სახლებიც უფრო მოშორებით იყო, ან ჯერ კიდევ დგას, ისინი მხოლოდ აფეთქებების ხმას იგებდნენ. ჯამში პირისპირ და ტელეფონით 35 ოჯახს ვესაუბრეთ. მხოლოდ 4-მა გითხრა, რომ აფეთქებების ხმა არ გაუგია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები რკინიგზის მოდერნიზებამ გამოიწვია. გზები გაყავდათ ეს რკინიგზის თუ რამე ისეთი, რა ვიცი. გეოლოგები არიან მოსულები და ალბათ დაადგენენ ვისი ბრალია რავი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ხემაღალსა და ღვერკში არსებული მდგომარეობა უკვე შეაფასეს. პირველად დასკვნაში ისინი ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობიან და წერენ, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მოსულმა უხმა ნალექებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის გასაფართოებლად ხემაღალის ძირში მთა არის მოჭრილი, იქვეა ახალგაჭრილი გვირაბიც, რომლისთვისაც მთა აფეთქებებით გახვრიტეს. გეოლოგებმა პირველად დასკვნაშივე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ადამიანის არასწორი საინჟინრო სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული გართულებები არ ფიქსირდება. მაგას ვერ დავეთანხმები, სწორედ, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ეს ყველაფერი გაკეთებულია ადამიანის მიერ. ადამიანმა დაარღვია წონასწორობა არსებული. ის მეოთხეული როგორც გეოლოგები 2 მილიონი წელზე მეტი არსებობს იქ. არის და არის. სახლებიც იყო, ამუშავებენ ყველაფერი, ეხლა დასკდა. ეხლა როცა უნდა გაარკვიოს როდის ჩამოჭრეს. საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნას კატეგორიულად არიზიარებს და ამტკიცებს, რომ თუ არა ადამიანის ჩარევა ერთადერთი, რასაც ღვერკსა და ხემაღალში ასეთი მასშტაბის პროცესების გამოწვევა შეეძლო, ძლიერი მიწისძვრა. ასეთი მიწისძვრა კი საქართველოში ბოლო 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ჩვენ გამოურიცხავთ ტექტონიკას, რაღაცა ბიძგი უნდა მიცეს, რომ ამოძელა მასა არ არის ძალიან დიდი დაქანდება და გრავიტაცია წამოვიდეს, ქვევით რაღაცა უნდა ბიძგი მიცეს. ამ ბიძგი შეიძლება იყოს ბუნებრივი ტექტონიკური, როგორც ამოვენ, მაგრამ მაშინ უნდა იყოს მიწისძვრები. შეიძლება იყოს უკვე ხელოვნური აფეთქებები და აქ უნდა ვედიოთ სადაიდე დამარხული ძაღლის თავი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის შემდეგ ხარაგაულის მერიამ კერძო კომპანია გეოლოჯიკი დაიქირავა და თითქმის 150,000 ლარად კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება დაუკვეთა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ უნდა გამოიკვლიოს ვარგისია თუ არა სახლების საცხოვრებლად, როგორი და რამდენია ნაპრალების ფორმა და ზომა, რა ფართობზეა მეწყერი გავრცელებული და გეოლოგიური რუკაც შეადგინოს. მერიამ კომპანიას არ დაავალა მთავარი საკითხის გარკვევა, რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები.
მეც არ უკვე ვის რა შეიძლება. შო, პირველი გვაინტერესებს, ბიჭო, მე კი აღარაფერი მიშველის დამდაგრეულ ხას ისი მიზეზი, გინდა ის დაგრეულ შოღარ უშელი და ცხოვრება აღარ შეიძლება. მაგრამ მიზეზი ხო უნდა იცოდეს სიმრავლე. გვაინტერესებს რომ ვიცოდეთ რა დაგვაგირდა. თისამბებმა შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენები 2014 წლიდან. ეს არის ყოველწლიური დოკუმენტი, სადაც აღწერილია გეოლოგიური საფრთხეები მთელი საქართველოს მასშტაბით. ხარაგაულის სოფელი ღვერკი სპეციალიზებულ რუკაზე 2016 წლის ჩათვლით საერთოდ არ არის დატანილი. პირველად 2017 წელს ჩნდება იასამნისფერი აღნიშნით, რაც გეოლოგიურად დაძაბულ უბანს ნიშნავს. 2021 წლიდან კი ღვერკი უკვე წითლადაა მონიშნული, ანუ მეწყერსაშიში გახდა. ზესტაფონი ხარაგაულის რკინიგზის მონაკვეთის მოდერნიზება სწორედ 2019 წლიდან დაიწყო და 2021 წელსაც მიმდინარეობდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად გარემოს ეროვნული სააგენტოდან ვერ მივიღეთ განმარტებები. 2021 წელს სოფელი ღვერკი რის საფუძველზე აღნიშნეს მეწყერსაშიშ ზონად და გეოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო შეფასდა თუ არა, რა ზეგავლენა ექნებოდა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს ირგვლივ მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო ასრულებდა, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არაერთი სახიფათო პრობლემა შექმნა მანამდეც, ვიდრე ღვერკი მეწყერსაშიშ ზონად იქცეოდა. თისამბები ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს. შეისწავლა რა მოხდა ამ ადგილებში ადამიანის მიერ, რამაც გამოიწვია ესეთი ძლიერი ბიძგი, ბიძგრების გარეშე. ბიძგრები რო ყოფილიყო, მაშინ არ უნდა ადამიანი არ ჭირდება იმას. ეს გეოლოგიური მოვლენა არის, ეს ბიძგრების მეშვეობით დადგენება. და ეს მიწის რა სიმძლავრის უნდა ყოფილიყო დაუშვათ. აქ უნდა ყოფილიყო სიმძლავრე ისეთი, როგორიც მოხდა მაგალითად სპიტაკში 6-7 ბალიანი მაგნიტუდო და რიხტერის სკალით. აქ არაფერი ძგავსი არ ჩანს. და ეს მიწის რა შეიძლება რომ თქვა ადრე მომხდარიყო და ეხლა არა, ადრე შემომიგერონა. ანუ ეხლა უნდა მომხდარიყო. გასაგებია, საბჯენი რასაც ჰქონდა ამ საფარს, რომელიც იშღება დაუშვათ წყლით, ხო? ავას ეს საბჯენი მოუჭრეს და თან აფასებდნენ. ერთიც არის და მეორეც. ესე იგი საყდენი გამოოცალეს ამავიდას და მეორე ბიძგები. კრაის რომ წავიდეს იქიდან საიდან გამო. აი ეს არის ძირითადი მიზეზი. ხემაღალსა და ღვერკში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ქართული ოცნების ხელისუფლება ბინის დროებით დასაქირავებლად 300 ლარს სთავაზობს. ქირას გთავაზობენ, მაგრამ 300 ლარს. 300 ლარიანი ბინა ხარაგაულში არ არის, მაუმატესესაა. ქირას ესეთი თანხები არის 400 დაბლა ვერ იშოვიდა. გასახლება რო უთხრეს, ნახე როგორ მოხდა. ვალდებულება გადაიტანეს მოსახლეობის მხარეს. უთხრეს რომ სახლები მოძებნეთ და აგიფინანსეთ 300 ლარზე იყო საუბარი. მერე ქონდა შეხვედრა. მერის წარმომადგენლებთან 3 ივლისის ღამეს 4 რო იწყებოდა, შუა ღამეს იყვნენ ამოსულები წვიმდა. მათ შორის ველაპარაკეთ რომ არ იყო საკმარისი ეს თანხა და მაშინ დავხვდნენ რომ გაიზრდებოდა ეს ჭერი 500 ლარზე. ნუ სამწუხაროდ ეგეთი რაღაცაც მოხდა რომ ვიღაცებმა ისარგებლეს ამით და ეს სახლების ფასი მოიმატა ძალიან გარშემო ტერიტორიაზე რა უცებ გაიზარდა რომ 90-ს რაღა იგაჩნდა ფასიც გაზარდეს. 64 წლის მზია დევდარიანი ერთ-ერთია, ვინც დროებით განსახლების პირველ ტალღაში მოჰყვა. მან 300 ლარად სახლი ხარაგაულის შესასვლელში, მარნების კორპუსებში იქირავა. სოფლიდან დაბა ხარაგაულში გადასვლას სივიწროვის გარდა სხვა ბევრი პრობლემებიც ახლავს თან. ქათმები მყავდა და ჩემ გოგოს გავატანეს ყველა. ეხლა ერთ თავსით უნდა ივჭი. პენსიით 500 ლარი, ჩემი და ჩემი მეუღლის. მე 200 ლარი მეკვითება, სესხი მაქვს გამოტანილი და ამიტომ ორივე სია 500 ლარი. ისე მეურნეობა გქონდა თხილი, სიმინდი მოყავდა, ლობიო.
რა ვიცი, ყველაფერი, ხილი, თავარია ცოცხლები ვართ. დანაკლისი ჯვარი გწერია და არც ერთ სოფელში არაფერია მის გამო არ 6 თვეო და მე არ ვიცი რა დაიქნება 30,000-ად ერთ ოთახსაც ვერ შევიძებთ. ინტერვიუს ბოლოს მზია განსახლების კომპენსაციის სიმცირეზე საუბრობს. დაბალი ფასი ამ ხელასახკარზე 30,000 ლარი არაფერი არის. 100,000 უშველის ამა 74 წელში აშენებული და ჩემი სახლი და სხვისი სახლი ახლა ხო განსხვავდება კიდევ. ამას აუდიტის მოსვლას აღწერას, არ ვიცი, არ გვპირდებიან, არ ვიცი. მეურნეობა კიდევ ვენახია თუ ხილია თუ რაც არის, ყველაფერი უნდა აიღწეროს ალბათ, აპარა ვიცი. ჩვენ ხო ყველაფერს ტოვებთ, მარტო სახლს ხო არ ტოვებთ. მათ, ვისაც სახელმწიფო ეკომიგრანტის სტატუსს ანიჭებს, 30,000 ლარს უხდიან საცხოვრებელი სახლის შესაძენად და ცხოვრების თავიდან დასაწყებად. სოფლის მოსახლეობა კერძო აუდიტის დაქირავებას და დამოუკიდებლად ქონების შეფასებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. მათთვის იდეალური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ალტერნატიულ უსაფრთხო ადგილას მიწის გამოყოფა და მთელი სოფლის ერთიანად გადაყვანაა. ვერჩევნოდა რომ ერთი ადგილი სადმე გამოეყოთ, ისევე მეზობლობა ერთად ჩავსახლებულიყავით. არავინ არაფერს არ გვპირდება, არ ვიცი. ყველამ ჩვენ თავს უნდა უშველოთ ალბათ. მე არავის იმედი მაქვს პირადად. რთულ მდგომარეობაში არიან ისინიც, ვისაც სადმე სხვა საცხოვრებელი აქვთ. მათ 30,000 ლარიან კომპენსაციასაც არ ხპირდებიან. ესე ის სახლი რაღა იმაქვს მე? წევიდე იქა. ეს ვიცია. კომპენსაციების საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობალ ურსმანაშვილი კანონმდებლობას იშველიებს. ეკომიგრანტების სააგენტოს დადგენილი ტარიფი აქვს ესეთი და გეოლოგები, ვისაც დაუდგენენ დროებით გადაყვანას, მათზე ესე იგი მოქმედებს ეს პროგრამა. ეკომიგრანტებისთვის საკომპენსაციო თანხის ოდენობა ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებით არის განსაზღვრული და 12 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. 2013 წელს დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 2,000 ლარი იყო. დღეს თითქმის 12,000 ლარია. კომპენსაცია ახლა ძალიანაცრუვით იყვიროს, მაგრამ თუ გეოლოგების დასკვნა არ დაიდო ოფიციალური გასახლების, გამგერები ვერაფერს ვერ განიკეთებს. გაველოგვა თუ არა, ჩვენ ვართ ახლა როგორ დროებით გასული. რომელია 5 თაღი. დროებით გასული და თუ გეოლოგმა არ დადო მუდმივი გასახლება. ვანაირად არ გამო. ხო, და ახლა რომ მივიდოდო ვეჭხუბით, დააზრია.